2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლის თავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვა. ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი კი გორში სასულიერო პირებმა გმირთა მემორიალთან გადაიხადეს. 17 წელი შესრულდა აგვისტოს 2008 წლის ომის მოვლენების შემდგომ და დღესაც ეს არის ჩვენი წუხილი და ტკივილიც. ყველამ ერთად, ეკლესიამ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობამ, ჩვენმა ჯარისკაცებმა, ექიმებმა, პოლიციელებმა, ყველამ ერთად ღვთის შეწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე. და თუ დღეს ჩვენ არ აქვს შესაძლებლობა რომ მივიდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების საფლავებს, მოვილოცოთ ჩვენი სიწმინდეები, აუცილებლად დადგება ის ჟამი, როდესაც მივალთ და მშვიდობას მივიტანთ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც არიან ჩვენი მოქალაქეები და სადაც ჩვენი წინაპრების სული ტრიალებს. გორში ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. 20 წელი გავიდა საქართველოს ომის შემდგომ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ყველაზე მძიმე ტრაგედიაა. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის დაკარგული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნება. ამ ომის შედეგად ჩვენი მოსახლეობა შეეწირა, დაუკარგეს ტერიტორიები და ჩვენმა მოქალაქეებმა და მოსახლეობამ დაკარგეს ათასობა მოსახლემ დაკარგა საცხოვრებელი სახლი. მე ქეთს ვიხრი ჩვენი სამხედროების, პოლიციელების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე, ვინც თავი შესწირდნენ ამ ომს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი გზით, რა თქმა უნდა, ჩვენი დევნილები, რომელიც საკუთარ ქვეყანაშივე გახდნენ დევნილები, დაუბრუნდებიან თავიანთ მიწა-წყალს და ერთობით ვიცხოვრებთ გაერთიანებულ საქართველოში. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. რუსული აგრესიის შედეგია 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული, 130,000 ადამიანი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 5 დღეს გრძელდებოდა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომიდან 17 წლის შემდეგ რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.